მოგესალმებით, მეგობრებო. ჩემს წინა ვიდეოს ქონდა საკმაოდ კარგი ამოხმარება. წინა ვიდეო შეახსენებთ, რომ ჩავწერე ბანის წარმატების შესახებ. რაღაც ჩემი მოსაზრებები ჩავწერე და იმ დროის დღეები ცოტა გადატვირთულად ვიყავი მაგ ბანის ამბების ჩართული. ხო და ეხლა ბავშვები დავაძინე. მაქვს ცოტა დრო. მუშაობის ხასიათზე არა ვარ, იმიტომაც ვილაპარაკოთ. დღეს ვიფიქრე, რომ ვისაუბრებდი ესეთ პიროვნებაზე, რომელიც არის Ryan Daly. და Ryan Daly არის აი Steve Jobs-ი რო ამბობდა, თუ იცით Steve Jobs-ის ცნობილი ეს გამონათქვამი, რომ here are the crazy ones, the misfits, the rebels, the troublemakers. და ბოლოს ძალიან მაგრამ თავდება, რომ who are crazy enough think that they can change the world are the ones who do. აი Ryan Daly არის ჩემი აზრით ის software ინჟინერი, რომელიც ზუსტად ასახავს აი Steve Jobs-ის ამ სიტყვებს რა. და რატო შეგვიძლია ამაზე ბევრი ვისაუბროთ. სანამ ამას მოვიფიქრებდი, რომ Ryan Daly-ზე ჩამეწერა, ზოგადად რომ მე Ryan-ის ძალიან წლებია მივყვები, ვუყურებ რას აკეთებს. სხვათა შორის ამსტერდამში შევხვდი ერთხელ შემთხვევით ძალიან და მან მაგამ ბოსკეცალ მოყვები. მაგრამ ვინ არის Ryan Daly? Ryan Daly არის Node.js-ის შემქმნელი და ეხლა მუშაობს Deno-ზე, რომელიც ასევე არის JavaScript-ის runtime. შეგიძლიათ დაარისერჩოთ. საკმაოდ წარმატებული პროექტია, მოკლედ. და ისევ JavaScript-ის runtime-ზე მუშაობს. ეხლა რატო Ryan Daly? Ryan Daly არ არის რაღაცა, შეიძლება მილიონი არ ვიცი რამდენი აქვს net worth-ი. რაღაც მილიარდელი ნამდვილად არ არის რა, მოკლედ არც რაღაცა არ ვიცი რამდენი ხა entrepreneurial ნიჭი აქვს და სტარტაპ ტიპი არ არის ნამდვილად. მოკლედ Ryan Daly არის ძალიან მაგარი ინჟინერი, რომლის გადაღებაც იმიტომ არ გადამწყვეტია, რომ მან რაღაცა მილიონებს მიაღწია open source-ით და მილიონები იშოვა და ვიღაცას მიყიდა, თუმცა მიყიდა. არა, უბრალოდ Ryan Daly-მა პარადიგმები შეცვალა. Ryan Daly არის ის ადამიანი, ვინც რეალურად სფეროები შექმნა და ხალხს პროფესიები მისცა. გადახედეთ LinkedIn-ს, ძალიან ბევრი ადამიანი გეტყვით, რომ მე ვარ Node-ის დეველოპერი, Node-ის ინჟინერი. და Ryan-მა შექმნა სფეროები, დაანგრია პარადიგმები, შეცვალა მიდგომები და ჩაუძრო სხვა ინჟინერებს ტვინში და უთხრა, ესე თავხედურად მივიდა და თავხედურად უთხრა, რომ არა, თქვენ არ აკეთებთ სწორად, ჩვენ ვაკეთებთ რაღაცებს არასწორად, დაამტკიცა ეს და დადო შედეგი. დადო solution-ი და ეს გაბედა რამდენი წელს იყო? ძალიან პატარა რა, დაახლოებით ალბათ 21-22 წელს, რომელმაც ეს გააკეთა. და ხა რაზეა საუბარი? ყველა Ryan-ს რა თქმა უნდა იცნობს იქიდან, რომ Node შექმნა. ოკეი, Node შექმნა, მაგრამ ეს რამდენადაც ჩაულებრივ აჭრეს მეგობრებო, Node შექმნა. იმდენად არის უფრო სიგიჟეები იმის უკან, რაც Ryan-მა მოახერხა და შეძლო. პირველ რიგში საიდან იწყება ყველაფერი? Ryan-ის Wikipedia-ზე რო შევიდეთ, ნახავთ, რომ არაფერი არის განსაკუთრებული ბექგრაუნდი ამ ადამიანს არ აქვს. ჩაულებრივი ბავშვი იყო, რომელმაც დაიწყო პროგრამირება საკმაოდ გვიან ასაკში, საერთოდ არ ჩაუბარებია CS-ზე, ჩაუბარა მათემატიკოსზე, PhD-ს იცავდა მათემატიკაზე. შემდეგ უკვე მიხვდა, რომ მან მათემატიკაში არაფერი პრაქტიკული არ იყო და მის ერთმა ლექტორმა უთხრა, რომ შეიძლება ოდესმე ვიღაც თეორეტიკოსმა, ფიზიკოსმა გამოიყენოს შენი ნაშრომები.
და რაიანს ეს არ მოეწონა და drop-down-ი გააკეთა და Craigslist იყო ესეთი საიტი ადრე. ეხაც არის, მე მგონი. ეხა აღარ არის. თუ არის, კი არის. და აქ უნდა იყოს პროგრამირება. არ ვიცი. მაგალითად Craigslist-ზე დაიწყო პროგრამირების ჯობების ძებნა, პროგრამირების სწავლა და პირველი მისი სამსახური იყო რაც სნოუბორდების კომპანიაში მუშაობდა, სადაც სნოუბორდებს ყიდიდნენ და backend developer-ი იყო, front-ში აკეთებდნენ JavaScript წერდნენ, back-ში წერდნენ Ruby on Rails-ზე და მოკლედ მალევე მიხვდა რომ ეს მისი რაც life change experience-ი არისო და მალევე გადავიდა საინტერესო პრობლემები. საიდან მოვიდა საინტერესო პრობლემები? მაშინ ვები იყო ძალიან ნელი. და ლოგიკურია, ხო? უსმო მოგითხოს რატოა ვები ნელი? რავი. დაბლად ჩადიხარ და ბოლოს უკვე აწყდები და იწყებ Nginx-ის მოდულების წერას C-ზე. მაშინ იყო ორი ყველაზე ცნობილი ვებ სერვერი, ეს იყო Apache და Nginx-ი და რაიან დალი დააკვირდა ძალიან მაგარ რაღაცს რა. Apache-ს სერვერზე memory რაც ბევრი connection-ი რო იყო სერვერზე, ან multi connection-ი რო იყო სერვერზე, Apache-ს memory იყო ძალიან დიდი და footprint-ი ძალიან დიდი და ძალიან მაღალი იყო, მაგრამ Nginx-ზე არ იყო ეს. და Nginx-ი ზუსტად იგივე connection-ებს ძალიან ხარისხიანად დაბალი footprint-ით ატარებდა. და რაიანი რო დააკვირდა ამას, ძალიან მარტივი რაღაც დაიჭირა რა. Nginx-ი იყენებდა event loops, ხოლო Apache იყენებდა thread-ებს. ანუ რომ წარმოვიდგინოთ, Apache-ზე 5 დაკონექტებული multi connection-ი 5 threads ნიშნავდა. შემდეგ უკვე ამ thread-ებს შორის ხდებოდა context switching-ი და context switching-ი უკვე ძვირიღით. აქედან გამომდინარე, ამის საპირისპიროდ Nginx-ი იყენებდა event loops. და დაინტერესდა ამ ტექნოლოგიით, რა არის event loop-ი, როგორ მუშაობს event loop-ი და ამ დროს დაემთხვა ეგეთი ძალიან საინტერესო რაღაც, რომ სახელი აღარ მახსოვს, Len გერმანელი ინჟინერია, V8 creator ნახოთ. Yes, Lars Becky, ეს იყო tech lead-ი V8-ის 60 წლის არის ეს ადამიანი და მოკლედ ეს იყო lead developer და tech lead-ი, რომელმაც შექმნა V8 JavaScript engine. და მე ეს არის ის V8 JavaScript engine, რომელიც დღეს არის Chromium-ში, Chrome-ში, და Chromium-შია და ასე შემდეგ. მე მგონი არ არის ერთადერთი Safari-ში, Safari იყენებს მე მგონი JavaScript Core-ს და რა V8-ს, მაგრამ Chromium-ი იყენებს V8-ს, აქედან გამომდინარე Chromium-ზე დაშენებული ყველა ბრაუზერი იყენებს V8-ს. V8 რა არის? V8 არის JavaScript-ის engine, რომელიც არის, ასე ვთქვათ, JavaScript-ის runner-ი, ანუ runtime შეგვიძლია დაუძახოთ. შეიძლება სუსტ ტერმინებში შევწდე, ვიღაცა ექსპერტი თუ ხართ. ამის შეიძლება შევწდე რაღაცებში, იმიტომ რომ ჩემი დომეინი არ არის. ყველაზე გარეშე საკითხავია ეს ჩემთვის. და როგორც JavaScript-ის engine V8 არის ძალიან სწრაფი. C++-ზეა დაწერილი და ასე შემდეგ. და ეს რო გამოჩნდა, ზუსტად ამ დროს იყო სხვადასხვა ცდილობები იმის, რომ JavaScript-ი გაშენებულიყო სერვერზე. ეს იყო CommonJS-ი, მე როგორც ვიცი. როგორც მახსოვს, ადრე ეს CommonJS, outside of the web browser, მაგრამ არ იყო წარმატებული ეს შედეგი და Ryan-ს მოვიდა ეგეთი იდეა, რომ მოდი გამოვიყენოთ V8-ი
და გავაკეთოთ server-runner-ი JavaScript-ზე იმისთვის, რომ დავწეროთ სწრაფი სერვერები. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის ის, რომ Ryan-ს მოვიდეს იდეა, რომ მოდი V8-ს გამოვიყენებ და JavaScript server-ზე გავუშვებ. არა. აქ ყველაზე საინტერესო არის JavaScript, ყველაზე საინტერესო არის ის ფაქტი, რომ Ryan-მა მიაგნო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტს იმას, რომ iOS ზოგადად იმ დროს აკეთებდა ყველა არასწორად და სცადა ამის დამტკიცება. მან მისმა შეყვარებულმა დაიწყო მუშაობა კოლონში. კოლონი არის გერმანიის ქალაქი. და გადავიდა მის შეყვარებული იქ, Ryan-ის გაყვა მის შეყვარებულს და თვითონ ამბობს, რომ რაც საუკეთესო წლები იყო ჩემი 20-20-სო, იმიტომ რომ 400 ევროს იხდიდნენ ბინაში და იჯდა ტიპი და მთელ დღის განმავლობაში ფიქრობდა პროგრამირების ტოპიკებზე. და Ryan-მა მიაგნო იმ ფაქტს, რომ ზოგადად I/O არ კეთდება არასწორად, არ კეთდება სწორად და რეალურად შეიძლება უფრო სწორად I/O-ს გაკეთება. I/O რას ნიშნავს? Input-output-ი, ხო? მაგალითად, როცა თქვენ ჩვენი პროგრამები ფაილში წერენ რაღაცას, ფაილიდან კითხულობენ რაღაცას, database-ში წერენ რაღაცას, database-დან კითხულობენ რაღაცას. და ასე შემდეგ, ანუ ნებისმიერი რაღაც, რაც ეხება inputs და outputs ჩაწერას და წაკითხვას. და ძირითადად როგორ აკეთებდნენ, ხო? აუცილებლად ვინც ამას უყურებთ, აუცილებლად უნდა უყუროთ. მე ამ ყველაფერს დავლინკავ description-შიც, მაგრამ აუცილებლად უნდა ჩაწეროთ Ryan.Node.js და აი ამ ვიდეოს უნდა უყუროთ, ეს არის არ ვიცი, საოცარი ვიდეო, ალბათ ინდუსტრიის შემსვლელი ვიდეოა. ალბათ აქ როცა გამოვიდა, ნახავთ კიდევაც რომ ვიდეოში ძალიან ნერვიულობს, იმიტომ რომ ძალიან რთულია გამოხვიდეთ და ამ დომეინის ექსპერტებს აი ესე მარტივად დაჯდეთ და უთხრა რომ მეგობრებო, თქვენ აქამდე რასაც აკეთებდით და როგორც აკეთებდით, არასწორად აკეთებდით. და მე მაქვს უკეთესი გზა ამის გაკეთების. ეს არ არის მარტივი, მეგობრებო, ძალიან რთულია. და აქ Ryan-თან ძალიან პატარა არის, მაგრამ თვითონვე ამბობს მე ერთ-ერთ დოკუმენტალურში, რომ ამ თოქისთვის იყო ძალიან მომზადებული, იმიტომ რომ ერთი შანსი ჰქონდა GS JavaScript კონფერენციაზე, რომ ეს გაეტანა და ვიღაცას ეს მოწონებოდა, დაინტერესებულიყო. და მე ამას რაღაც შედეგი გამოყოლოდა და გამოყვა, რა თქმა უნდა. მაგრამ აქ საერთოდ არ იცის, რომ ეს ხა ინდუსტრიას თulis. აი საერთოდ არ იცის. იმიტომ რომ მაშინ მეგობრებო, ასინქრონული I/O საერთოდ ცნება არ არსებობდა. ანუ დღეს რომ ეხა ნებისმიერ ენაში, ყველა ენაში რო გვაქვს ასინქრონული Swift-ში, ყველგან არსებობს ეს ასინქრონული I/O, მაშინ ესე არ იყო. მაშინ მაგალითად როცა რაღაცა query-ს აგზავნიდი back-ში, ელოდებოდი უბრალოდ. ანუ ყველაფერი ჩერდებოდა და ელოდებოდი სანამ ბაზიდან არ წაიკითხავდი რაღაცა მონაცემს და შემდეგი ხაზი შენი პროგრამა უბრალოდ დაბლოკილი იყო და შემდეგი ხაზზე არ გადადიოდა. და Ryan ზუსტად მაგას ხსნის აქ ამ თოქში, რომ ჩვენ ამას არასწორად ვაკეთებთ, ანუ ყვილავ ხარჯავთ ჩვენი მანქანის რესურსებს, ველოდებით I/O-ს, როცა წესით არ უნდა ველოდებოდეთ და მისი მიზანი არის შექმნას non-blocking I/O, ანუ ასინქრონული. Asynchronous non-blocking I/O. ხოდა რეალურად Node-ის მთელი წარმატება დგას ამაზე და არა იმაზე, რომ V8-ზე დააშენა Ryan-მა Node. კი, რა თქმა უნდა, V8-ის გარშე არაფერი არ მოხდებოდა, მაგრამ ჩემი აზრით ადრე თუ გვიან ვიღაც მაინც იზავდა ამას და როგორც ხედავთ, იყო CommonJS-ი, სხვა server group-ებიც იყო, რომელიც ცდილობდნენ JavaScript-ის გაშვებას ბრაუზერის გარეთაც, თუმცა Ryan-ის ყველაზე დიდი ამბიციური ნათქვამი იყო, რომ I/O-ს აკეთებთ თქვენ არასწორად და აი ესეა სწორი გზა. Ryan-მა ეს მოახერხა სხვადასხვა ტექნოლოგიების დახმარებით, რა თქმა უნდა.
თუმცა მთავარი იდეა რა იყო აქ? რომ JavaScript არის single threaded ენა, ხო? და Ryan ამბობს, რომ მე მაქვს ერთი event loop-ი, მე არ მჭირდება რომ მქონდეს ბევრი thread-ი და მე რომ მაგალითად read რა სადღაც ფაილიდან წაკითხო რომ მჭირდება ან database-დან წაკითხო რომ მჭირდება, მე უბრალოდ დავიძახებ reads, გადავცემ callbacks, event loop-ი შეინახავს ჩემ callbacks და წაკითხო რომ მორჩება, callbacks დაუძახებს. დღეს ეს დამწყებ developers რო უთხრა, გეტყვის რომ ანუ ეს სტანდარტი არ არის. დღეს არის იქ სტანდარტი. მაგრამ ადრე არ იყო, ხო? მაშინ არც async await იყო, ანუ არ იყო ეს. და Ryan-მა მოიფიქრა ამ non-blocking iOS შექმნის იდეა და ყველაფერს, ანუ ის მთელი აბსტრაქციები, რა თქმა უნდა, კომპლექსურობა დამალა აბსტრაქციის ქვევით, მაგრამ შენ რომ JavaScript-ზე რაღაც საკეთებდი, უბრალოდ callbacks გადასცემდი და callback-ში მიიღებდი უკვე response, როცა ის შენი რაღაც IO ოპერაცია მორჩებოდა. ამ დროს კიდე შენ ჩვეულებრივად აგრძელებდი, callback-ი კიდე მერე ჩაჯდებოდა stack frame-ში და მერე მოყვებოდა გამოძახება. ეხლა თავარი პრინციპი რა არის იმის რომ სად გაუმართლა JavaScript-ის community-ს და ეკოსისტემას, რომ Ryan-მა ანუ ხო ხვდებით Node.js-ი არის background-ი. Node.js-ი, იმიტომ და რა JavaScript-ი აირჩია ენად, რომელშიც ხალხი გამოიყენებდა, ანუ ინტერფეისის ენას, ხო? ანუ ინტერფეისის ენას გულისხმობ Node-ის უკან არის C++. ძრავი, V8, libuvი, რომელსაც ვიტყვი ცოტა ხანში. მაგრამ მთელი იდეა არის ის, რომ ენა, რომელშიც მე ამ C++-თან ინტერპრეტაციას გააკეთებდა, ნებისმიერ შეიძლება ყოფილიყო. თვითონ Ryan-იც ამბობს, რომ სცადა Perl-ი, Python-ი, Ruby, ყველაფერი სცადა, ბევრი ენა სცადა, ბოლოს JavaScript-ზე რატომ შეჯერდა? ერთ-ერთი ყველაზე მიზეზი იყო, რომ JavaScript-ი იმ დროს არ იყო IO bound-ი. რას ნიშნავს IO bound-ი ახლა? ისეთ ენებში, როგორც არის Ruby, Perl-ი და მაშინდელი ცნობილი სხვადასხვა ენები, მან ყველგან იყო რაღაცა სახის წარმოდგენა და რაღაც სახის library-ები და tool-ები, რომელიც IO-ს რაღაც თავის გზით იყენებდნენ. ანუ რაღაცა სახი ქონდა მათ IO-ს, ანუ ის IO bound იყო, იმიტომ რომ ის ყველა library-ის ყველა ბიბლიოთეკა უკვე ამ მიდგომას იყენებდა. აქედან გამომდინარე, ისინი შენს პლატფორმაზე ვერ გაუშვებდნენ ამ ყველა კოდს, ვერ გადაიტანდნენ, იმიტომ რომ მათ მოუწოდოთ ამ ყველაფრის შეცვლა, იმიტომ რომ ძალიან დიდი dependency იყო იმ IO პარადიგმაზე, რომელიც ამ ენებში იყო ჩაშენებული. ამიტომაც ძალიან დიდი dependency იყო და ძალიან ნელი იქნებოდა ამას გადასვლა, შეცვლა და ასე შემდეგ. JavaScript-ი ამ დროს იყო უმარტივესი ენა, სადაც არანაირი IO bound-ი არ იყო, რავი, JavaScript-ში მხოლოდ წერდნენ front-end აპლიკაციებს, რომელშიც არ გაქვს შენ multi-threading-ი, არ გაქვს შენ რაღაცა ასინქრონულად ვერ შემოვა და 7 callback-ი პარალელურად ვერ გამოიძახება, ყველაფერი მიზეზით არის. აქედან გამომდინარე, არანაირი IO bound-ი იქ არ იყო. არანაირი რაღაც ხედვა არ იყო, როგორ უნდა გავაკეთოთ IO. ამიტომაც შეეძლო, რომ ის IO პარადიგმა, რომელიც მას ქონა იდეად, უკვე შემოიტანა JavaScript-ში სუფთად და უკვე ხალხი რო გადავიდოდა Node-ზე, ესწავლათ და შემდეგ ესე გაიგრძელებინათ უკვე ესე მუშაობა. როგორც ვიცი, თავიდან Node-ი მხოლოდ გამოყენებაში იყო Linux-ზე და macOS-ზე და ესეთი ტექნოლოგია არსებობს libev. თავიდან იყენებდა ამ libev ბიბლიოთეკას, რომელიც გეხმარება გაძლევს რაღაცა high performance event loops და ამით აკეთებდნენ iOS. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ხდებოდა მხოლოდ Linux-ზე და macOS-ზე. Node-ი როგორც ვიცი 2010-ში გამოვიდა. ესე თუ 2011-ში ზუსტად არ მახსოვს და Windows-ის საპორტი არ იყო მე მგონი 2014-მდე. შეიძლება ვწდებოდი ამ ციფრებში, არ მახსოვს ზუსტად რა. მაგრამ ყველაზე
მნიშვნელოვანი რაც აქ მოხდა, იყო რომ ზუსტად ამ პრობლემებმა, ამ გამოწვევებმა, რომ სადღაც უნდა ყოფილიყო პლატფორმ ლეიერი რა. რას ნიშნავს პლატფორმ ლეიერი? კი შენ ვირვა გაქვს, კი შენ iOS აკეთებ, მაგრამ ოპერაციული სისტემების დონეზე Linux-ზე ასინქრონული ან non-blocking iOS გაკეთება სხვანაირად ხდება, Windows-ზე სხვანაირად ხდება და macOS-ზე კიდე სხვანაირად ხდება. და ზუსტად Node.js-ისთვის Ryan-ის გუნდმა გადაწყვიტა, რომ შეექმნათ ეგეთი ბიბლიოთეკა, რომელსაც ქვია Libuvy. და Libuvy-ის მთელი იდეა არის, რომ გქონდეს cross-platformული I/O. Libuvy-ის მთელი იდეა არის ის, რომ შენ არ გაინტერესებს, აი მაგალითად გინდა ასინქრონული I/O გქონდეს, ხო? შენ არ გაინტერესებს რომელ ოპერაციულ სისტემაზე ხარ, უბრალოდ Libuvy-ს გამოიყენებ შენი აბსტრაქციის ქვევით და Libuvy-ის ფუნქციებს გამოიყენებ და შენ მიიღებ ასინქრონულ non-blocking I/O-ს Windows-ზე, macOS-ზე და Linux-ზე. როგორც ვიცი, Linux-ზე ქვია ამ ტექნოლოგიას EPOV, თუ EPOLI არ მახსოვს. EPOLI, ბოდიში, EPOLI, ხო? რომელიც არის აი scalable I/O event notification mechanism და Libuvy EPOLS იყენებს Linux-ზე, macOS-ზე როგორც ვიცი იყენებს KQ's KQ და Windows-ზე მეგონი იყენებს IOCP Windows. ხო, input output completion port IOCP. ხო, ანუ EPOLI, KQ და IOCP Windows-ზე და ნუ მოკლედ Libuvy არის ჩავთვალოთ JavaScript-ის და ნუ მოხუც ხედავთ 97% C-შია დაწერილი Libuvy-ის და აი Ryan-ი არის როგორც ხედავთ რამდენი წელია გასული და მაინც contribution-ების რაოდენობაში მე-4 ადგილას არის. Ryan-მა ეს პროექტი მიატოვა 2014 წელს მეგობრებო. და როგორც ხედავთ, ანუ ძირითადი მაინც მამოძრავებელი ამ პროექტისა ჩამსხმელი ისე Ryan-ი იყო, ეს არის Ryan-ის GitHub-ი. და Libuvy იყო ძალიან დიდი change. მე Libuvy-ს დაშენდა უამრავი სხვა პროექტი, Libuvy გამოიყენებოდა ჩვეულებრივად MIT licensed არის. და საოცარი შედეგები ჰქონდა, ნუ რა თქმა უნდა Windows-ზე. ნუ ყველაფერი დაიწყო იქით, რომ Windows-ზე არ იყო Node და პლატფორმები ძალიან რთული იყო Windows-ზე, როგორც ვიცი, მოსმენელი მაქვს მათგან. ნუ დაგილინკავთ მე იმ დოკუმენტალურს, საიდანაც ეს ყველა ინფორმაცია მაქვს მე თვითონ მიღებული. და როგორც ვიცი, Windows-ზე ძალიან რთული იყო non-blocking I/O-ს გაკეთება და ყველგან რო if-def-ები არ ეწერათ, macOS-ი იყო, Linux-ი იყო თუ Windows-ი იყო და ძალიან რთული კოდი რო ჰქონდათ, მოიფიქრეს რომ შეექმნათ საერთოდ განსხვავებული პარადიგმა, საერთოდ განსხვავებული ტექნოლოგია, რომელზეც დააშენებდნენ უკვე მთლიან Node.js. და ეს იყო თქვენი Libuvy. შეგახსენებთ, რომ ეს არის პერიოდი, სადაც ძირითადი ტექნოლოგიები, web ტექნოლოგიები არის PHP, JavaScript. ანუ back-ში წერენ PHP-ს, JavaScript-ში და front-ში წერენ JavaScript-ს. ამ დროს იქნება Node.js-ი და ეუბნება ყველას, რომ შენ შეგიძლია front-ზეც და back-ზეც დაწერო soft-ი პროგრამა და გამოიყენო ერთი ენა, რომელიც არის non-blocking-ი, სადაც შეგიძლია რაღაცა multi-connection-ი გქონდეს, უამრავი multi-connection-ი გქონდეს, შენი memory footprint-ი ძალიან დაბალი იქნება და ეს იქნება ძალიან სწრაფი. იმიტომ რომ, ნუ ბევრ რაღაცას აკეთებ ერთად, კონკურენტულად. კონკურენცია და პარალელიზმი კიდე განსხვავდება ერთმანეთისგან. პარალელიზმი არის, როცა პარალელურად აკეთებ ბევრ რაღაცას და კონკურენცია არის კონკურენტულად, როცა აკეთებ ბევრ რაღაცას, ან განაპარალელურად. უბრალოდ ბევრ რაღაცას რო აკეთებ ერთობლივად და არა პარალელურად. ჯერ ავიღე ეს, მერე ავიღე ეს, მერე ავიღე ეს
დავდე ეს, გადავინაცვლო სხვადასხვა კი არა, ეს არის კონკურენცია. აქ კიდე ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ძირითად შემთხვევებში JavaScript-ი single threaded არის, მაგრამ libuvი, როგორც ვიცი, თუ არ ვცდები და როგორც ვიცი, default-ად libuvis აქვს მხოლოდ 4 thread-ი thread pool-ში. default-ად აქვს 4 thread-ი მეგობრებო და თვითონ thread pool size-ი არის, ანუ მაქსიმუმ thread-ების რაოდენობა არის 1024. რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენსა და libuvis შორის ძალიან დიდი აბსტრაქცია, როცა node-ზე წერთ და JavaScript-ში თქვენ კი single threaded code წერთ. მაგრამ უკან რაღაცები მაინც ეშვება და მაინც გამოიყენება thread-ებში. და event loop-თან ერთად libuvi ახმარს ამ თავის thread pools იმისთვის, რომ რაღაცები პარალელურად მოხდეს. და შენ მიიღო ისეთი სახის კონკურენცია და ისეთი სახის პერფორმანსი, როგორც გაქვთ დღეს აქ. იმის მიხედვით, რომ მე ცხოვრებაში production level Node.js-ი არ დამიწერია, Ryan-ის ძალიან დიდი ფანი ვარ, ძალიან დიდი მოყვარული ვარ და ვფიქრობ, რომ Ryan-ი არის ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელმაც როგორ ვთქვა, ზუსტად ისეთივე ადამიანი, როგორც არის Ken Thompson-ი, რომელმაც შექმნა Unix-ი, Grep-ი, Dennis Ritchie, რომელმაც შექმნა C. Ryan-იც არის ზუსტად ეგეთი ლეველის ფიგურა, რომელმაც შექმნა საერთოდ განსხვავებული შეცვალა საერთოდ რა. მაიმ შეცვალა აზროვნების ლეველი, როგორ წეროთ, როგორ გავაკეთოთ IO. და ნუ დღეს რა ვიცი, ნებისმიერ ტექნოლოგიაში წახვიდეთ, non-blocking IO, რავი, ყველას აქვს. Swift აქვს Swift-Neo, რომელიც არის რამდენი წელს წინ შეიქმნეს Swift-Neo? 5 წელს წინ. 8 წელს წინ არის initial commit გაკეთებული. მაგრამ Ryan-ის initial commit-ი გაინტერესებს როდის არის? სადაც გქონდა შენახული. ეს არის მეგობრებო Ryan-ის initial კოდი. ეს არის 16 წელს წინ. 16 წელს წინ აქვს გაკეთებული Node.js-ის პირველი კომიტი ძმას და არის add readme and initial code. ძალიან საინტერესოა. აი ესე გამოიყურებოდა ჩვენი პირველი Node.js-ი. C-certi ფაილი აქვს, server CC, რა თქმა უნდა, includes virus, სხვადასხვა ბიბლიოთეკებს includes, ports, URLs და ნუ აი მარტივი სერვერი აქვს დაწერილი C-ზე 2009 წელს და აი აქედან იწყება უკვე შეიძლება წაიგითხოთ, ეს ძალიან მაგარია. read ფაილი აქვს, ინტეგრაციის პირველი ინტეგრაცია აქვს read ფაილი. რაც ვერ ვასტრინგს იყენებს. ამდენი ხაზია, რა ვიცი, 257 ხაზია და ნუ ეს არის პირველი კომიტი, რეალური კომიტი, საიდანაც დაიწყო უკვე Node.js-ის შექმნა. და ყველას გადაობა, ნუ შეგიძლიათ გაყვეთ ამ კომიტებს, რავი, ეს არის აი ცოცხალი ისტორია, რავი, აი ამაზე მაგას არ ვიცი და ამაზე სამოტივაციოს და ინსპირაციულს რას ნახავთ, არ ვიცი. და ხა რატო ყოფი ამას რა? ძალიან ბევრი ადამიანი Node-ზე წერს. იყენებს, მაგრამ არ იციან ზოგადად Ryan და ვინ არის, რა შექმნა და ის რომ Node-ი შექმნა ერთია, მაგრამ იმ Node-ის უკან რა პარადიგმად შეცვალა, მან ეს ბევრმა არ იცის. ამიტომაც იმის ხედავ რომ Node-ი არ არის რაღაც ახალი ტექნოლოგია და აგერ 16 წელია უკვე ხალხი იყენებს. მაინც ბევრმა არ იცის Ryan-ის წვლილი ზოგადად კომპიუტინგში და თანამედროვე კომპიუტინგში. და ზუსტად ეგ იყო მიზანი ამ ვიდეოს ჩაწერის. მაგრამ Ryan-ი არ არის მარტო ეს პარადიგმა კი არ გაუკეთებია. Node.js-მა გამოიწვია ის,
მეგობრებო, რომ შეიქმნა Node package manager-ი, ხო? როგორც არ უნდა მოგწონოთ, ეხლა რამდენი პრობლემაც არ უნდა გქონდეს npm-ს, ანუ npm-ი არის მე მგონი ყველაზე გამოყენებადი package manager-ი სამყაროში და ისააკ შტრუდგერი მე მგონი ეს არის. ეს არის. ეს არის ადამიანი, რომელმაც npm-ი შექმნა, შლუეტერ. ეს არის ადამიანი, რომელმაც npm-ი შექმნა და npm-ი ზუსტად შეიქმნა იმის გამო, რომ Node-ს არ ქონდა package manager-ი და ვიღაცებს რაღაც ბიბლიოთეკები გამოეყენებინათ, იწერდნენ binary-ს, აკომპილირებდნენ, აინკლუდებდნენ და მოგიგოთ მაგრად წვალობდნენ. და მიწერა mail-list-ში თუ IRC-ში, მე მგონი Node-ს ჭირდება package manager-ი ძმამ, მაგრამ Yahoo-ში მუშაობდა ისააკი და დაждდა ძმა და დაკრაფტა npm-ი. npm-ი მე გახდა სოფლიოში ყველაზე გამოყენებადი package manager-ი და როცა რაიანმა დატოვა Node-ი, ისააკი გახდა მე Node-ის lead-ი და რამოდენიმე წელში ისააკმაც დატოვა და რომ მე მთელი დრო დაეთმო თვითონ npm-ისთვის. იმიტომ რომ ისააკმა არ იცოდა Node-ი ისე კარგად, ძალიან ბევრი რაღაც არ იცოდა ისე კარგად, როგორც რაიანმა, მისი ძირითადი შემოქმედება კი Node-შიც ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთებული, მაგრამ მისი ძირითადი შემოქმედება მაინც არის npm-ი და უმეტესი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ შექმნა Node package manager-ი. მე იყო ძალიან ბევრი დრამა თვითონ Node-ში, ხალხი იყენებდა და რაიანი არ ერიდებოდა რაიანი არ ერიდებოდა ძალიან breaking change-ების გაკეთებას და აფუჭებდა ყველას კოდს და backward compatibility ფეხებზე ეკიდა, იმიტომ რომ რაღაცა მიზანი ქონდა, ხედვა ქონდა და არ ეშინოდა ამის გაკეთების. ძალიან ბევრი თოქი არსებობს. მაგის შეგიძლიათ ნახოთ და ასერჩოთ ძალიან ბევრი ძველი თოქები არის რაიანი, სადაც ამ ყველაფერზე ლაპარაკობს. და შეგიძლიათ ნახოთ. ერთ-ერთი არის ეს 14 წლის წინ introductions რო აკეთებს, აქ უკვე ძმა ცოტა უკვე მოხდილია, უფრო ის აქვს რა ქვია confidence, იმიტომ რომ უკვე joint-ს აქვს Node-ი ნაყიდი, როგორც ახლა Anthropic-მა გააკეთა acquisition-ი Bunny-ს, მაშინ ეგრე გააკეთა ზუსტად joint-მა Node-ის და აქ უკვე confidence მომატებული აქვს, რომ შეატყოთ ხა აქ როგორ საუბრობს და აი ამ ვიდეოში როგორ საუბრობს არის This is what you need for comet style. აბსოლუტურად განსხვავებული რაიანია, აქ რაცა ეშინია თითქოს რაღაც ნერვიულობს. მე ამ ვიდეოს ბოლოს აკეთებს რაღაც IRC chat-ს აწყობს live-ში. დაწყობილი აქვს IRC chat-ი live-ში Node-ზე და იქ დამსწრებს ეუბნება, რომ შემოდით დაჯოინდითო და Node-ის დემოს აკეთებს live-ში. და აქ უკვე სხვა რაიანია. აქაც აი ძალიან ბევრი ძველი თოქია, რომელიც არის ძალიან საინტერესო. აი მაგალითად ახლა ესეც ძალიან კაი თოქია. ამ ყველაფერს დაგილინკავთ description-ში, შეგიძლიათ უყუროთ და რა უნდა ვისწავლოთ ხა ჩვენ რაიანისგან, ხო და მე 7 წლის წინ გაკეთებული ძალიან მაგარი თოქი, ისევ JS-Conf-ზე, სადაც ყველაფერი დაიწყო. 10 things I regret about Node.js. აქ უკვე როგორც მახსოვს დინოზე არ მუშაობდა. Node-დან დიდი ხნის წასული იყო, იმიტომ რომ 2014-ში დატოვა თვითონ Node-ი რაიანმა. მაგრამ აქ აი ძალიან საინტერესოა იმ წლების მერე რას ნანობს Node-ში თავში დაგენერირებულს, რომელიც დღემდე და ვერავინ შეცვლის, მაგრამ იმიტომ რომ იმდენად სიღრმისეულ, ანუ მისი რაღაც change-ები და რაღაც გადაწყვეტილებები, რომელსაც ეხა ნანობს, არის ძალიან სიღრმისეულად Node-ში ჩარჩენილი და მისი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია, იმიტომ რომ მილიარდი ადამიანია იმ კოდზე დამოკიდებული და ეს უბრალოდ ვერ წახვალ და რაღაცას ვერ შეცვლი რა. ამ დონის პროექტებში ესე არ იცვლება რაღაცეები. როგორც ხარ ჩვენ შეგვიძლია რაღაცეები break change-ები გავაკეთოთ ჩვენ პროექტებში, სადაც 10 კაცი მუშაობთ, ხო? შენ როცა აკეთებ ინფრასტრუქტურას, რომელსაც იყენებს მილიონობით ადამიანი, შენ იქ რაღაცებს ესე ვერ შეცვლი. და ზუსტად აქ ამბობს მაგ 10 რაღაცაზე ლაპარაკობს, რომელიც სადაც ნანობს რომ Node.js-ში ჩადო და რომელიც ხა დენოში რა თქმა უნდა არ აქვს ჩადებული და გამოსწორებული აქვს.
რა უნდა ვისწავლოთ ხა ჩვენ რაიანისგან? რაიანისგან ალბათ უნდა ვისწავლოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ რაც მაგალითად ბანის შემქმნელისგან ვისწავლეთ, ხო? არ შეგვეშინდეს რაღაცების და თუ რაღაცის გვჯერა, რომ ეს ესე ჯობია, გაკეთდეს. ან რაღაცა ჩვენი წარმოდგენა გვაქვს, ხო? წარმოვიდგინეთ ხა რაიანს ანუ რაიანს რო რაღაც ვიღაცები ხო წერდნენ ამაზე სტატიებს, რომ აიო უნდა გაკეთდეს ესე. სერვერები უნდა დაიწეროს ესე. ვიღაცები ამაზე წიგნებს წერდნენ, ვიღაცები ამაზე სტატიებს წერდნენ, მაგრამ ამ ადამიანმა რა გააკეთა? დაჯდა, დაფიქრდა, შეხედა და არ შეეშინდა ეთქვა, რომ არა, ეს ადამიანები არიან აბსოლუტურად არასწორები, ანუ არასწორად დაკეთებენ რაღაცას და მოდი მე მექნება იმის გამბედაობა, გავიდე ცადო ამის სხვანაირად გაკეთება. მე გავიდე და ვუთხრა სხვებს, რომ ჰეი, თქვენ ამას არასწორად დაკეთებთ და აი ესაა სწორი გზა. და მაგან გაჭრა და დღეს თქვენ ვერ ნახავთ ტექნოლოგიას, ენას, პროგრამირების ენას ვერ ნახავთ, რომელსაც არ აქვს საპორტი non-blocking asynchronous iOS. უბრალოდ ვერ ნახავთ. ყველა თანამედროვე ენას ამის შესაძლებლობა აქვს. როგორც მაგალითად Swift-ია, Swift Neo არის ეგეთი library, რომელიც low level-ზე გაძლევს მაგის საშუალებას, შეიძლება Swift Neo-ზე დააშენოს სხვა Swift-ები. მე ხა Swift-ის ვიცი, სხვისი შეიძლება კარად არ ვიცოდი, მაგრამ აი რავი, რომ დაგვგუგლოთ ხა მაგალითად Rust non-blocking არ ვიცი. ასაპორტებს თუ არა. ხო. Tokio არის ეგეთი library Rust-ში, რომელიც გთავაზობს non-blocking iOS ან async STD. იმიტომ რომ Rust-ს ეგეთი ფილოსოფია, რომ ურჩევნია, რომ ენა core ენაში, core ენის ფიჩერი არ იყოს ბევრი რაღაც და შენ თუ გინდა რომ რაღაცა ფიჩერი დაამატო ენას, ჯობია რომ third party აიღო და third party ჩასვა იქ. აქედან გამომდინარე, Rust-ს ეგეთი ფილოსოფია აქვს და ეგეთმაც არის Tokio. ცალკე library-ია Tokio, რომელიც გთავაზობს asynchronous iOS. non-blocking iOS. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ერთ-ერთმა 21 წელს ადამიანმა, რომელიც 400 ევროს იხდიდა თუ $400 ქირაში, რაღაცა ერთ ოთახში, იჯდა 2009 წელს და ფიქრობდა თავისთვის და არ ეშინოდა რაღაცებზე თქმა, რომ აი, ეს არის არასწორი. და ვინც მე მიყურებს, ან ხშირი კომუნიკაცია აქვს ჩემთან, ხშირად იცის, რომ მე არ მიყვარს ხოლმე ზუსტად აი ზეპირად რაღაცების დაზეპირება. დიზაინ პატერნები მაგალითად, clean code-ი ასევე. კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველთვის დაფიქრდი, რა ვიცი, სწორია, შენ კონტექსტს ერგება ის, რომ ვიღაცამ რაღაცა მოიფიქრა ადრე და თქვა, რომ აი ეს არის რაღაცის კეთების სწორი გზა, არ ნიშნავს, რომ მე მართლა ეგ არის რა. რაღაცა შეიძლება მანდაც არასწორია და შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, იმადაც ორი ფეხი აქვს, ორი ხელი შენც და შენ შეგიძლია შენი იდეები დააგენერირო და დაბადო შენი იდეები, შენი ფიქრები დაბადო. იმიტომ რომ ფიქრების დაბადებას ძალიან დიდი ძალა აქვს. რაღაცებზე შეიძლება განსხვავებულად იფიქრო და საერთოდ ძალიან მაგარი რაღაცები გააკეთო და ნუ აი რაიანის მაგალითი არის ერთ-ერთი ის, რომ ტიპა ინდუსტრია შეცვალა და ხალხს პროფესიები გაუჩინა, პროფესიები მისცა. იგივე გააკეთა ივანიუმ მაგალითად, რომელმაც Vue.js-ი შექმნა. ნოვი რომელიც გიჟ გააკეთებს იმას, რომ იცი რომ არსებობს Angular-ი, რომელსაც Google-ი ასაპორტებს, არსებობს React-ი, რომელსაც Facebook-ი ასაპორტებს და შენ ამ დროს მიდიხარ და Vue.js-ს აკეთებ და ამბობ, რომ React-ის და Angular-იც ორივე არასწორია, ჩემი გზა არის სწორი. მაგრამ რავი, top chart-ებში იყო Vue რამდენი ხანი და most loved framework-ი იყო და ჩვეულებრივად უწევდა კონკურენციას React-ს და Angular-ს და მეგონი დღესაც უწევს რა. არ ვიცი, ხარა ვარ ძალიან ჩახედილი და ძალიან პროფესიონალი, მაგრამ ნუ ვიცი რომ Vue ძალიან პოპულარული და ცნობილია და ივანიო არის მაგის შემქმნელი.
და მოკლედ ბევრი არის ესეთი ადამიანი, რომელმაც პარადიგმებს უთხრა უარი, უთხრა რომ არა, არასწორია. Let me show you როგორ არის სწორი და მე რას ვფიქრობ, რომ ჯობია რომ გაკეთდეს. კიდე ის ჩვენება მინდოდა. მგონი ყველაფერი გითხარით, რისი თქმაც მინდოდა Node-ზე და ხო, აუცილებლად უყურეთ აი ამ ვიდეოს დავლინკავ. აუცილებლად უყურეთ აი ამ დოკუმენტალურს, აქ არის ზუსტად ყველა ის დრამა, რაც Node-მა გაიარა, მე რომ fork-ი გააკეთეს Node-ის, იმიტომ რომ ეს joint-ი ძალიან ცუდ რაღაც პოლიტიკას ატარებდა და დაარქვეს IOJS-ი მე მგონი და მე ეს IOJS-ი გახდა ისევ ის ძველი Node-ი. მე როგორ მოხდა დენოს დაბადება, როგორ წაიყვანა ეს ტიპი ხა აქ ვინც ბაზრობს დენოში, ეს არის ის დეველოპერი, ვინც ლიბოვი შექმნა და Windows-ზე საპორტი გააკეთა Node-ის Dryan-თან ერთად. ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავთ ამ დოკუმენტალურში, ასევე ისააკის ისტორია, NPM-ის კრეატორის. ეს თოქი ძალიან მაგარია და ძველი თოქები ზოგადად ყველა ეს თოქი არის აი ეს მაგალითად. ეს არის აი ხაი კოლონში ზის ხა იმ სახში, მაშინ სან-ფრანცისკოში joint-მა რო იყიდა Node-ი, მე რაღაც ფანდინგი აწიერა და გადავიდნენ სან-ფრანცისკოში, თუ კალიფორნიაში არ ვიცი. და იქიდან მუშაობდნენ ისააკიც და რაიანიც, მაგრამ აი ეს თოქი არის რაღაც webcam-ით ჩაწერილი, სადაც Node.js-ის ისტორიას აღწერს და რატომ აირჩია JavaScript-ი. მე რაც ვთქვი რა, ზუსტად იგივე რაღაცებს ლაპარაკობს. ну, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო დეტალურად, ხა მე ძალიან ის გლეხურად და high level-ს მოვუყრები. ასევე აი ეს თოქი NodeConf-ის 2012 მე მგონი ეს არის პირველი NodeConf-ი, Node კონფერენცია. ხო და ყველაზე გადავა რა არის ხა ამ ამბებში რომ ამსტერდამში ვართ, მეგობრები ჩემ დაბადების დღეზე 2024 წელს. და ნაწილი მეგობრების წავიდა და ჩვენ ურდღით გვიან ბრუნდებოდით თბილისში და ამსტერდამის აეროპორტში ვარ. და ჩეკინი გავიარეთ, პასპორტ ჩეკი გავიარეთ, რაცა ყველაფერი გავიარეთ და მივედით მოკლედ ბარგი დავალაგეთ და მოსაცდელში უნდა ხა სკამზე დავждე რა. და ვიღაცას ვხედავ რომ ლეპტოპი აქვს გახსნილი. და ლეპტოპზე აქვს დენოს ლოგო, ეს სტიკერი რა. ანუ ამ ტიპს ვერ ვხედავ, ამ ტიპი ესე ზის და ლეპტოპზე რაღაცებს აკეთებს და ვერ ვხედავ რა და დენოს ლოგო. ანუ ეს არა და რაღაც ამის სტიკერი აქვს გაკრული იმაზე, ლეპტოპზე. და მე რა თქმა უნდა ეხლა დავინახე რომ მეთქი უეჭველი პროგრამისტია და მეთქი მაინტერესებს მაგრამ რას აკეთებს მეთქი გვერდზე მიუჯდები მეთქი და დავდე ეს ჩანთა ცოტ დავჯიქი და გავხედე ეს და რაიანი და მე დავიბენი უცბად მეთქი ხა რა ვქნა მეთქი ვეტყვი ხა რომ სურათ გადავიღოთ ან რაღაცა და ანუ ისე დავიბენი ანუ ტიპს უყურებ ალბათ რავი რამდენი წელია სხვა შორის სოსოსა აქვს ძალიან მაგარი თოქი მაგაზე გაკეთებული ძალიან მაგარი თოქია აი ეს ერთ-ერთი უნიჰაკის ჰაკათონზე გაკეთებული და იქ საუბრობს ამ non-blocking IO-ზე ზუსტად რაც ახლა მე ვისაუბრე ერთი-ორი სიტყვით და ზოგადად Node-ზე, Ryan-ზე, მის კონტრიბუციაზე V8-ში ძალიან მაგარი თოქია, ამასაც დაგელინკავთ, ესეც ამასაც უყურეთ. და და წარმოვიდგინეთ რომ რამდენი წელი ამ Ryan-ს მიყვები რაღაცა უყურებ, Ryan-ის ბლოგებს ვკითხულობდი ყოველ თვის, GitHub-ზე რა თქმა უნდა, Denos მაგრამ ვასაპორტებდი ერთი პერიოდი, იმის მხოლოდ რომ ეს საერთოდ არ ვიყენებდი თუ Ryan-ი მომწონს და იმიტომ და უცბად მეჩნდება ტიპი აეროპორტში ჩემ გვერდზე და უცბად დავიბენი მეთქი და რაღაცა 5 წამიანი ის მაქვს რომ გადავწყვიტო ეხლა ამას უთხრა რომ გამარჯობა რაღაცა მოდი ფოტო გადავიღოთ რაღაცა და უცბად მაგის ცოლი მოდის ბავშვთან ერთად და ეძახის რაღაც ბავშვი ტიროდა და მათგან წავიდნენ. და ან თან მაგარი გასწორებულში ვიყავი რომ ეს ტიპი დავინახე ესე შემოხდა და თან მაგარი გატეხილში ვიყავი რომ ვერ მივედი რაღაცა ვერ გადავლახე ის რაღაცა ემოციური ბარიერი რომ გამარჯობა ხა რა მოხდა ხო ახლა ფეხბურთელო ქრისტიანო რონალდოსთან და მესისთან მიდიანი ხა ანუ ჩემთვის ესეთი პიროვნებები ბევრად უფრო მეტნი არიან ვიდრე ქრისტიანო რონალდო და მესი მე მოპატიეთ მაგრამ მეტნი თუ არა ზუსტად იგივე მაინც
ეს იყო მეგობრებო. უნდა რავი თუ მოგეწონებათ მსგავსი სახის ვიდეოები, მაქვს შემდეგი ბევრი ძალიან ეს საინტერესო ადამიანზე ვარ. ძალიან დიდი დრო მაქვს ჩემი კარიერის დახარჯული ესეთი ტიპები, ვინც დამევასებიან ხოლმე, ჩაუჯდები ხოლმე და rabbit hole-ში ჩავდივარ ხოლმე, იმდენად მიყვები ამ ტიპებს, ამ ისტორიას ვწავლობ, ამ ტიპების ვეცნობი ამაზე ინფორმაცია და ძალიან ბევრი ესეთი აიდოლი მყავს რა, ჯონ კარმაკიდან დაწყებული, რა ვიცი. ჯონ რომერო, მაიკლ ებრეში, ივან იუ მაგალითად და კიდე ბევრი რა, ძალიან ბევრი ესეთი ინჟინერი მყავს ესე გარჩეული, ჩამოყალიბებული, მათი გზა, მათი ფიქრები მათ გააზრებული, იმისთვის რომ ჩემთვისაც დააბადებული იყოს სხვა ფიქრები და ჩემი აზროვნების, მე რანაირადაც ვაზროვნებ პროგრამირებაში, განა იმას კი არა, რომ მე ვარ მაგარი ან რაღაცა, არა, უბრალოდ ჩემი რაღაც ინდივიდუალური პრინციპები მაქვს, ინდივიდუალური ხედვები მაქვს რაღაცეებზე და ეს ყველაფერი არ არის იმიტომ, რომ მე რაღაც გენიოსი ვარ და რაღაც, უბრალოდ ანუ ამ ტიპებისგან მაქვს ინსპირაცია აღებული და ამ ტიპებმა მაიძულეს, რომ მეც ჩემი ფიქრები დამბადებოდა და ამ ჩემ ფიქრებს ქონოდათ ვალიდაცია იმის, რომ ეარსებათ. და აქვთ, ყველანაირ ფიქრს აქვს არსებობის უფლება. მით უმეტეს ჩვენ სფეროში. იმიტომ რომ დღესაც არ კეთდება რაღაცები სწორად და დღესაც შეგვიძლია პარადიგმების შეცვლა და რაღაცებზე თქვა, რომ აი ეს არასწორია და ჯობია რომ აი ესე გაკეთდეს. და ზოგადად რა ფიქრობ, რომ computer science-ში და ჩვენ სფეროში თუ მოღვაწეობ, ისტორია უნდა იცოდე. და ნუ რავი. საკუთარი ქვეყნის ისტორია რო არ იცოდე ხო ტეხავს, მაგრამ ხო, რატო? იმიტომ რომ შენამდე ვიღაცები იყვნენ, ვინც შენ მოგიყვანა აქ. და ისინი რო არა, შენი რეალობა შეიძლება საერთოდ სხვანაირი ყოფილიყო. ჩვენ სფეროში ეგრეა, ხო? ანუ შეუძლებელია რა, ანუ იყვნენ ადამიანები, რომელთაც პარადიგმები შეცვალეს, ეს მაინდშიფტები შეცვალეს და შენამდე მოვიდა ეს სფერო. და შენ უნდა იცოდე რა, ვინები იყვნენ ესენი, როგორ მოხვედი ზოგადად აქამდე. ნუ თუ ამ საქმეს პროფესიონალურად უყურებ, ჩემი აზრით უნდა იცოდე ისტორია. შენი სფეროსი ხო, არავის წარმოგიდგენიათ რომელიმე კალათბურთელი, რომელსაც რავი ჯორდანის კარიერა არ აქვს გარჩეული. მე არ წარმოგიდგენია რომელიმე ტოპ კალათბურთი, ანუ წარმატებული კალათბურთელი იყოს და მაიკლ ჯორდანი არ იცოდეს. მე ხა მარტო მაიკლ ჯორდანი ვიცი და იმიტომ მყავს ეგეთი მაგალითი ხო ხარ კალათბურთში ჩართული. ამ ფეხბურთში იგივე მარადონა, პელე, და კიდე სხვა დამაგრები რა, არც ფეხბურთში არის სილმსელოდ ჩახედული და ისეთ სახელებს ვერ დავასახელებ, ხო? თუმცა იმის თქმა უნდა ხომ მიხვდით რა. ყველა სფეროს ყავს ვიღაცეები, ვინც შეცვალეს რაღაცეები და მათ მერე საერთოდ სხვანაირად კეთდება რაღაცეები. პარადიგმები ჩამოაყალიბეს და არ ვიცი, გადაატრიალეს მოახდინეს. ჩვენ სფეროსაც ყავს ძალიან ბევრი ეგეთი ადამიანი და მათ შესახებ რო იცოდე, მინიმუმ არაფერი არ დაგაკლებათ. თუ არ მოგიმატებს რამეს. ეს იყო და ეს მეგობრებო. აბა, შევხვდებით შემდეგ ვიდეომდე.